მე ვარ ლაურა გოგოლაძე, დამოუკიდებელი რეგიონული მედია ორგანიზაციის ჩემი ხარაგაული დამფუძნებელი და რედაქტორი. განათლებით ვარ ფსიქოლოგი, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი ვარ და ძალიან გამომადგა ჩემი სპეციალობა იმ საქმეში, რასაც უკვე 28 წელია ვაკეთებთ ჩემი ხარაგაულის სახით. მე უნივერსიტეტი რო დავამთავრე 1999 წელს. დავიწყე მაშინდელ ადგილობრივ გაზეთში, ხარაგაულის რაიონულ გაზეთში მუშაობა და ეს გაზეთი 2000 წლის შემდეგ უკვე ვეღარ გამოდიოდა. რამდენიმე ადამიანმა 1998 წელს დავაფუძნეთ დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია ჩემი ხარაგაული. თავდაპირველად ეს გაზეთი გამოდიოდა თვეში ერთხელ. და 2023 წლიდან უკვე გაზეთი გახდა ყოველკვირეული და მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან გამოვცემთ, მას შემდეგ რაც ხარაგაულში ადამიანებს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მიეცათ, ესე იგი ვებგვერდიც ავამოქმედეთ და არა მარტო გაზეთს გამოვცემთ, უკვე ონლაინ ვართ ჩვენ წარმოდგენილები და ვძლიერდებით ამ მიმართულებით. ესე იგი ამ დამოუკიდებელ გაზეთს, ყოველკვირეულ გაზეთს დღემდე გამოვცემთ. საერთოდ მედია ორგანიზაცია ჩემი ხარაგაული თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში ნახევარზე უფრო მეტი პერიოდი, აი რომ დავაჯამოთ, საკუთარი შემოსავლებით გამოდიოდა. ეს არის მცირე განცხადებები, მცირე რეკლამები და გაზეთის გაყიდვებიდან შემოსავალი. ჩემი ხარაგაული არ არის მხოლოდ დონორებზე დამოკიდებული მედია ორგანიზაცია და არც საერთოდ აი მოტივირებულები ვართ, რომ საერთოდაც დონორის გარეშე შეგვეძლოს ფუნქციონირება, მაგრამ ეს ფაქტობრივად არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ჩვენი მომხმარებელი მდიდარი ვერ არის. ადგილობრივი ბიზნესი ვერ არის განვითარებული, რომ რეკლამები გქონდეს და რეკლამებმა შეგვაძლებინოს გაძლიერება და განვითარება. საკუთარი შემოსავლებით მხოლოდ არსებობის შენარჩუნებას შეგვიძლია. ხარისხიანი მედია პროდუქტის შესაქმნელად ძალიან გვჭირდება ჩვენ დონორების მხარდაჭერა. აი დონორების გარეშე მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით, მხოლოდ აი არსებობის გაგრძელებას თუ არ ხერხებთ, იმდენად მწირია ეს შემოსავლები ყოფნის მხოლოდ სასტამბო ხარჯისთვის და ეს აუცილებელი ხარჯების დასაფარად, რაც ორგანიზაციის არსებობის გასაგრძელებლად არის საჭირო და ხო აი თვითკმარი ფინანსურად ვერ არის ჩემი ხარაგაული ისევე როგორც ფაქტობრივად ვერც ერთი მედია ორგანიზაცია, ვიტყვი რომ რეგიონული მედია ორგანიზაცია საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული მედიის არსებობა. ჩვენ ვაშუქებთ ადგილობრივ პრობლემებს და ეს ადგილობრივი პრობლემები ქვეყნის განვითარებისთვის, ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვაშუქებთ, არ არის მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის. ეს პრობლემები ძალიან ხშირად არის სისტემური ხასიათის და არის იდენტური ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მსგავსი სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების. ეს პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვაშუქებთ, ფაქტობრივად აი დედაქალაქიდან და რეგიონის ცენტრალური ქალაქებიდან, ხა ჩვენ ხარაგაული იმერეთია და თქვათ ქუთაისიდან არ ჩანს, ნაკლებად ჩანს. ჩვენ გუნდს გვაქვს აი უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, რომ სოფლის მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ვართ ძალიან ახლოს. ჩვენ ახლოდან ხედავთ ამ პრობლემებს და თითოეულ პრობლემას ვაშუქებთ მის სრულ მოგვარებამდე, აი პერმანენტულად, სანამ არ მოგვარდება ეს თემა და ეს საკითხი. მედია არის ბიზნესი. ეხლა ეს ვერ არის ძლიერი ბიზნესი, მაგრამ იდეაში ხო მაინც არის მედია ბიზნესი და მე როგორც მედია ორგანიზაციის დამფუძნებელს ძალიან მაინტერესებს, რომ რაც შეიძლება ბევრი მკითხველი გვყავდეს. და ბევრი როგორც კი აი თქვათ რომელიმე პოლიტიკური პარტიისკენ ან რომელიმე პოლიტიკოსისკენ გადაიხრება მედია ორგანიზაცია დაკარგავს იმ აუდიტორიას რომელსაც ეს პოლიტიკოსი და ეს პარტია არ მოწონს ამიტომ მე კარგი გაგებით იძულებული ვარ და ამ განწყობით ვარ რომ ჩვენ სამოქმედო არეალში ეს არის ხარაგაული და ვცდილობთ რომ ზემო იმერეთის კიდევ სამ მუნიციპალიტეტზე ზესტაფონის
ჭიათურა საჩხერე გავიდეთ. რომ აი ამ ესე იგი მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის რაც შეიძლება ბევრი ადამიანის, ბევრი ოჯახის ინტერესები დავაკმაყოფილოთ. ასე მაქსიმალურად ნეიტრალურები უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად სამართლიანად, მაქსიმალურად კვალიფიციურად უნდა, მაქსიმალურად მიუკერძოებლები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ რაც შეიძლება დიდი აუდიტორია გვყავდეს, რაც ყველაზე ძალიან არ მომწონს და რასაც ვითხოვთ ხოლმე სამწუხაროდ ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობა, ესე იგი გადაწყვეტილების მიმღები პირები ჩვენ არ გვატყობინებენ წინასწარ იმ შეხვედრების დროს და თარიღს, რომელ შეხვედრებზეც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. ამით ზარალდება პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობაც. როცა მოსახლეობა ინფორმირებული არ არის, ეს არ არის კარგი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ინფორმირებული მოსახლეობა არის თვითმმართველობის სიძლიერია. ინფორმირებული მოსახლეობა არის თვითმმართველობის სიძლიერება. ჩვენ გარკვეულწილად ვართ ხიდი და ეს რესურსი უნდა გამოიყენოს გონიერმა და ჭკვიანმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. აი ამ 28 წლის განმავლობაში იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ახერხებდნენ დამოუკიდებელ მედიასთან გამართულ თანასწორუფლებიან თანამშრომლობას. ასეთებიც იყვნენ. თუმცა უმრავლესობა ვერ ახერხებდა ჩვენთან თანამშრომლობას. ზოგადად ძლიერი თვითმმართველობის პარტნიორია დამოუკიდებელი მედია. ძლიერი ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობს და ამით თვითონაც ძლიერდება და დამოუკიდებელ მედიასაც აძლიერებს. დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციასთან თანამშრომლობა თვითმმართველობისთვის რა არის? თავის საკუთარ ამორჩეველთან ესე იგი კვალიფიციურად თავისი სათქმელის მიტანა და მოსახლეობისგან ამორჩევლისგან მოსახლეობის საჭიროებების უკეთესად გაცნობა. დამოუკიდებელი მედია და თვითმმართველობა არიან ძლიერი თვითმმართველობა არიან ურთიერთთანამშრომლები, მაგრამ თუ ხელისუფლება ძლიერი ვერ არის, მაშინ ებრძვის დამოუკიდებელ მედიას და უნდა რომ თავისი გავლენის ქვეშ მოიქციოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია და უნდა რომ გავლენა ჰქონდეს მედიაზე. და მედიაზე თუ გავლენა იქნება, ის მერე თავის ფუნქციებს ვეღარ შეასრულებს. ბოლოდროინდელმა კანონებმა ძალიან შეგვიშალა ხელი. მე ძალიან განვიცდი მზია ამაღლობელი რა მდგომარეობაშიც არის ახლა. როგორ შეიძლება რომ ასეთი მედია მენეჯერი, ასე თავის საქმეზე თავდადებული ადამიანი, რომ ამ მდგომარეობაში იყოს და ასე უსამართლოდ ისჯებოდეს. პრობლემები ხშირად გქონებია ჩვენ. ესე იგი, ეს 28 წლიანი ისტორია დალხენილი არასდროს არ ყოფილა. თუ ქართველი პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ არ მოვექეცით დამოუკიდებლობის დათმობისთანავე დონორების გავლენის ქვეშ რატომ მოვექცეოდით?